ხარულოა რომ 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა და მასშტაბურობა ნათლად წარმოაჩინა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა გვერდიგვერდ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი არსებული ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხმედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებთ. სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს საფუძველს ქმნის. ორმხრივი ვიზიტი. Ბოლო დროს განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები კაფიოდ უსვამს ხაზს თუ როგორ მაღალ დონეზეა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის დონემდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. იგი ყოველთვის სტრატეგიული იყო, თუმცა ახლა ოფიციალური სახეც მიეცა. დღეს ჩემ პატივცემულ მეგობართან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. პრეზიდენტ ყაველაშვილთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო და შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო საკითხები. განვიხილეთ ასევე რეგიონული საკითხები. შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხს და ეკონომიკური საკითხების განვითარებას, რაც თანხვედრაშია სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დგას.